გესალმებით ყველას ჩემო ძვირფასება, მოგიკითხავთ სულ ყველას დიდი სიყვარულით. როგორ ხართ, ხომ ხართ ყველანი კარგად და ჯანმრთელად, ჩემო კარგებო, ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს. ლაიქისთვის, SMS-ისთვის, პირადი შეტყობინებაში მოწერისთვის, თუნდაც მადლობის გადასახდელად, არ ვიცი, ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს ამ უკავშირისთვის. უკავშირის გარეშე არც мотиваცია და ვერც გაგრძელდება ვერაფერი, ხო, უდიდესი მნიშვნელობა აქვს უკავშირს. ეხლა ჩემო ძვირფასებო, სავსე მთვარეობის ყველაზე, ასე ვთქვათ, ძლიერი დღეები მოდის. აუცილებლად ძალიან, როგორ გითხრათ, წინა თვეში რო არ გაკეთდა და იმ წინა თვეშიც გამოძახება. ეხლა დღის განმავლობაში ძალიან ბევრ შეტყობინებას ვღებულობ ხო გამოძახებასთან დაკავშირებით, ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად, დროულად, ფიზიკურად 7 გამოძახებაზე მეტს ერთი დღე ვერ ვაკეთებ, სადღაც შემიძლია მაქსიმუმ 3-4 დღე, მეტი არა, აქედან კვირის დღეებიდანაც რამდენიმე დღე შეიძლება გამოძახება, რამდენიმე დღე არა, ამიტომ სასწრაფოდ წერთ ყველა ვარიანტში, რომ ჩაგწეროთ, ვისაც გამოძახება უნდა. გამოძახება ეს არის ძალიან ბევრი კითხვა შემოვიდა, რას ნიშნავს? ეს არის ყველაზე, როგორ გითხრათ, 100-დან 80% ძახილი იმისა, რამდენად თქვენი ადამიანი და რამდენად ღირს თუ არა ლოდინი იქნება, ეს ბრძოლა იქნება, თუ ტყუილად რო არ იჭიდეთ, ტყუილად რო არ სკროლოთ და მართლა ზღაპრებში რო არ იცხოვროთ, აღვა ბავშვებივით, ხო, ეხა ესე არ ხდება, ესეთი მარტივი არ არის და შესაბამისად ტყუილად რატო უნდა ელოდოთ, თუ თქვენი არ არის რეალურად რამხელად რო იკარგება, ხო, ჯერ ესედაც რა არის ეს, ასე ვთქვათ, ცხოვრება სამყაროში, ეს პერიოდი, რასაც ჩვენ გავდივართ და ვცხოვრობთ, რომ თქვათ იმის ნახევარიც გაატაროთ ვიღაცის ლოდინში, ბოდიშით ამ პირდაპირობისთვის, მაგრამ ჯობია ესე გითხრათ, ვიდრე ხო, იჯდეთ და სხვადასხვა ტაროლოგებს და ეზოთერიკოსებს უსმინოთ და რეალურად წინ ვერც მივდიოდეთ, ვერ მიდიოდეს სიტუაცია და პირიქით უკან მიდიოდეთ და ამ დროს თქვენ გახართ თუ ყურებთ საჯარო გაშლებთ და ამ დროს იძახით, რომ ხო კი გვეუბნება ეს და ეს თქვა ტაროლოგი და რატო კი რეზონირდა რაღაცეები ჩემზე, მაგრამ რატო არ ხდება? იმიტომ რომ საჯარო გაშლის ნდობა ჯერ ერთი სუდად არ ვიძახი, კი, რაღაცა მინიშნებებს იღებთ, მეც საკუთარ თავზე მიმიღია მინიშნებები, მაგრამ აუცილებლად ეს იმისთვის არის საჯარო გაშლა, რომ გადმოხვიდეთ პირადში, როგორ შეიძლება სრულად ენდოთ და იჯდეთ და ესეთ ილუზიებში იყოთ, არამც და არამც, არავითარ შემთხვევაში ჩემთან ვისაც კონსულტაციები აქვს, ძალიან კარგად მიცნობენ და იციან, ამიტომ ზუსტად იციან ხოლმე რა არის სწორი და რა არა. იმიტომ რომ მე არ ვარ მარტო ტაროლოგი, გეცოდინებათ ფსიქოკონსულტანტიც ვარ, ვისაც ჩემთან კონსულტაციები აქვს და იციან რა კუთხით მივუდგეთ, როგორ მივუდგეთ, რა დროს უნდა ჩავთოთ манипуляციები, რა დროს არ უნდა ჩავთოთ, რა დროს უნდა კი ბატონო გამოჩნდეთ მის ცხოვრებაში, რა დროს საერთოდ უნდა დავიკარგოთ. ამ ყველაფერს სჭირდება პირადი კონსულტაცია, რომ მე გავერკვე ამ სიტუაციაში. ტექსტურის ტაროთი ვშლით დღეს და ვნახოთ გამოვა თუ არა კონტაქტზე თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი დღევანდელი ვიდეო. პირველი რა ენერგიებში იმყოფება ჩაიფიქრეთ, მისი სახელი გვარი ასევე შეგიძლიათ ფურცელზე დაწეროთ და დაბადების წელი თვერიცხოთ. კონსულტაციებზე მწერთ აუცილებლად TikTok-ზე პირადში, ხოლო YouTube-ზე დევს ნომერი WhatsApp-ი Viber-ზე. და მე TikTok-იდანაც მე გამატებთ, მე ჯერ პირადში მწერთ. მისი ენერგიები, შემდგომ თქვენთან დაკავშირებით მისი დამოკიდებულება, ასევე თქვენთან დაკავშირებით მისი შეგრძნებები. ეხლა ერთი კითხვა მინდა ესეთი, კონკრეტული მიზეზი, რის გამოც მოხდა გაჩუმება, ხო? კონტაქტზე გამოვა თუ არა, იქ არის წინა ვიდეო იყო დარღოს თუ არა დუმის, ის სხვა რაღაცა, ის საერთოდ სხვა სიტუაციაზე იყო. აქ არის გაბუტულები, რაღაცა ერთი პატარა მცირე რაღაცები როა და გაფუსხულები რო ვართ და შეწუხებულები რო ვართ, ხო? ნახოთ, როგორი კურთხების მეფით იწყება ჩვენი გაშლა, ჩემო ძვირფასებო. შოკი. თქვენ თვალით მინდა დაინახოთ. წყვილში ამომდიხართ, გაშლა იწყება წყვილში ამოსვლით. ნახეთ, რა საოცარია, შეგიძლიათ დასკრინოთ და ეკრანზეც დააყენოთ თქვენი. ვინც იცნობთ, რა თქმა უნდა, საკუთარ თავს. კვერთხების მეფე და კვერთხების დედოფალი, ორი ძლიერი სექსუალური მაკავშირებელი.
ორი ძლიერი სექსუალური მაკავშირებელი და უკან იმპერატრიცა. ხო, ეხა ორ ვარიანტად შემიძლია გითხრათ ერთი ვარიანტი ის, რომ არა, ან ცოლს არის გაშორებული, ან თქვენ ხართ ქმარს გაშორებული, ან კი ბატონო და დედა ხართ და იმყოფებით, ან დედა ხართ და გაქვთ ურთიერთობა, შეიძლება თუნდაც უცოლობიჩთან, შეიძლება პირიქით ეს არის გაშორებული. მოკლედ, თქვენ თვითონ მიხვდებით, ვიზე რეზონირდება, ვიზე არა. მაგრამ ყველაზე მთავარი ადამიანის ენერგიები საკმაოდ ძლიერ მამაკაცთან გვაქვს საქმე. აი, იმიტომაც ვერ ივიწყებთ, ვერც დაივიწყებთ. ახლა მე არ ვიცი ნახავ აქ რა მოხდა, მაგრამ პირდაპირ აი ამ სიტუაციას და მის ენერგიებს მოყვება პენტაკლის ტუზი. მის ენერგიებში პირველივე არკანი არის პენტაკლის ტუზი და სამი არკანის ბოლო. კიდე ახალი შანსი მოდის ამ ადამიანთან, ჩემო ძვირფასებო, საოცარია, მართლა გამკვირდა, არ ვიცი, გამოიღვიძა, აქამდე თუ დუმილი იყო და აქამდე თუ სიჩუმე იყო და აქამდე თუ არ იღებდა ხმას, არ ვიცი, გამოიღვიძა თუ გამოფხიზლდა თუ გადაფასებები გააკეთა, ტვინში ხო იცი, დროთა განმავლობაში ხდება გადაფასებები, შეიძლება ამანაც გამოიწვა, მაგრამ ადამიანი გაძლიერებული ენერგიებით აღარ არის მივარდნილი და მიგდებული, საკმაოდ გაძლიერებული ენერგიებით იწყებს რაღაც ახალ ეტაპს და არ არის გამორიცხული ახალ შანსს უკავშირდებოდეს, მაგრამ კიდევ იმეორებს საჯარო ზენდობის კუთხით, მაინც დიდი 1000-დან 10 კაცზე რეზონირდეს. ამიტომ ყოველთვის საჭიროა ერთი პირადი გაშლა. იცით როგორ მშვიდად იქნებით მე ის ერთი თვე თუ ორი თვე. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ყველაზე მთავარი რის თქმაც მინდა თქვენთან დაკავშირებით, აი საოცარია პენტაკლის, აი ვიზეც ეს გაშლა რეზონირდება, პირდაპირ უნდა გადმოხვიდეთ პირადში, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ პირადში ჯერ საათზე მეტი მჭირდება კონსულტაცია და რამდენ რამეზე ვსაუბრობთ და ძალიან კარგად იციან გოგონებმაც ბიჭებმაც რომ ჩვენ ვართ მეგობრები და მე ვშლით და ჩვენ მე რომც არ იყოს კონსულტაცია, მაინც ყოველდღიურად ხოლმე ერთმანეთს ვკითხულობთ, იმდენად კარგი ურთიერთობა მაქვს ყველასთან. ორი ტუზი ჩემო ძვირფასებო, საოცრება, არ ვიცი, მოკლედ არ არის, აი ეხლა გამოძახება იქნება იდეალური, იმიტომ რომ ზუსტად ნახავთ ენერგეტიკულად რამდენი პროცენტით არის ეს ადამიანი თქვენი და ყველაზე მთავარი იმპერატორს ინარჩუნებს, იმპერატორის როლს და საოცრება ის არის, რომ აი როგორ გითხრათ, ყველაზე დიდი საოცრება ის არის, რომ იმპერატორი თან კვერთხების მეფე ერთად, იმპერატორი კვერთხების მეფის თვისებებით, აქ კვერთხების დედოფალი ამხელა ემოცია, მაგრამ 10-იანი ხმლებით სიტუაცია აბსოლუტურად, აი როგორ აღხსნა, და ხო 10-იანი ხმლებით რეალურად დასასრულს უახლოვდება ხოლმე სიტუაცია დასასრულია და არ არის გამორიცხული აქ ახალი შანსები ზუსტად იმიტომ მოვიდა და ტუზი იმიტომ ამოვიდა რომ აი ეს რაღაცა ერთი პირი თქვენი ურთიერთობის დასრულდა და არ არის გამორიცხული რომ აი როგორ გითხრათ დაახლოებით ზუსტად რო აგიხსნათ აი ზუსტად მინდა რომ გადმოვცე 10-იანი ხმლებით სიტუაცია ერთი ეტაპი დასრულდა, ანუ ურთიერთობა სრულა და საბოლოოდ არ დასრულებულა, ის სწორად მინდა რომ გაიგოთ, რაღაცა ახალი იწყება. უბრალოდ ამ ახალს რა თქმა უნდა თავისი წყლის დასხმა ჭირდება, ხო? მე არ ვიცი თქვენ გახვალთ კონტაქტზე თუ ის გამოვა, ვნახოთ რა ხდება, ხო? მაგრამ იმიტომ გეუბნებით პირადი უნდა ვნახოთ, ისე ბოდიში ისე არ უნდა გამოვიდეს ვიღაცას ვეტენებით, ხო? დებილი ხარ არის ადამიანი, ამიტომ აუცილებელია ამის გამო ზუსტად რომ პირადი კონსულტაცია ვნახოთ, ეტაპი დასრულდა საბოლოოდ თუ პირიქით, აქ შანსი ეძლევა, მაგრამ ვის ეძლევა და ვის არა, აი ეგ არის საინტერესო, მაგრამ ისეთ იმპერატორთან გვაქვს საქმე, აი რო დაგბურძგლავს, აი ესეთი. ნახოთ ამ ყველაფრის მიზეზი. და მე ვნახავ თქვენთან დაკავშირებით. ხო, რაღაც ტყუილებს ქონდა ადგილი, მოხდა ისეთი რაღაცა, რომ ტყუილები როგორ ჩანს თქვა ამ ადამიანმა, რის გამოც დაიშალეთ, მოდი აი პირდაპირ გეტყვით, დაიშალეთ და გადავიდა თქვენი გრძნობები უნდობლობაში. და რა თქმა უნდა, უნდობლობაში რო გადავიდა, რა მოხდა? ჩაგერთოთ გონება და აღარ ფიქრობთ გულით. ანუ გული თუ რაღაცას მიიწევდა წინ, აღარ ფიქრობთ, ჩაერთო გონება. შესაბამისად და ამან გამოიწვა, მაგრამ ყველაზე მთავარი სამყარომ შეგახვედრათ ჩემო ძვირფასებო ერთმანეთს, ესე მარტივი არ არის, ესე გავიდეთ ურთიერთობიდან, მილიონ კაცსაც რო შეხვდეთ და ეს კაცი მილიონ ქალს ის რაც თქვენ გაერთიანებთ, ამის პოვნა იშვიათია, ამიტომ ეგრე მარტივად ვერ დაიკარგება ეს ყველაფერი, მაგრამ თუ არც თქვენსა ესე ბოდიში და შეიკეთებთ ოთახში და ის თავის ოთახში და არც ერთი არაფერს გააკეთებთ, რა თქმა უნდა რომ ყველაფერი დასასრულისკენ წავა, გვინდა არ გვინდა გრძნობები ნელდება, ხო? მაგრამ როდესაც არის რაღაც ჩანსები და სამყაროსგან საჩუქრები
აი ეს ამ ურთიერთობის საჩუქრები ურთიერთობას მე ვფიქრობ რომ ურთიერთობა ის არის საჩუქარი როცა ესეთი შენ ადამიანს პოულობ ამიტომ ამას დაფასება ჭირდება ამას გაზრდა ჭირდება და აქ რაღაც ტყუილებმა მოიყარა თავი და იმიტომ მოხდა ეს უნდობლობის თემა და იმიტომ გადახვედით ამ სიტუაციაში მაგრამ აქ შანსები ეძლევა აქ ემოცია დიდია კი დასრულდა რაღაც ეტაპი დასრულდა მაგრამ ის ახალი რაც უნდა დაიწყოს კი ისეთი ვერ იქნება როგორიც იყო მაგრამ აუცილებლად სიტუაცია უნდა მოლბეს, მოგვარდეს და ახალი ნაყოფი წამოვიდეს, ხო? კარგით. ნახოთ თქვენთან დაკავშირებით მის დამოკიდებულება. მე უკვე ისედაც მივხვდი აქ ესეთი ემოციებია ადამიანი თქვენს მიმართ არ არის, რა თქმა უნდა, გულგრილი. მოდი პირდაპირ გეტყვით. ნახეთ. თასების მეფე, კვერთხების მეფე, იმპერატორი ძალიან დიდი ემოციებია ჩემო ძირფასებო. აქ არა გვაქვს პატარა სიტუაციასთან საქმე, საკმაოდ დიდი ხნის შეიძლება სულაც 3 და 4 თვიანი, მაგრამ ყოველდღიური ურთიერთობა რო გვაქვს და 2 წელს რო უდრის, აი, არც ეგარ არის გამორიცხული, მიხვდით? ძალიან დიდი ემოცია აქვს, ესე მარტივი არ არის. ესე მარტივად ვერ გაგიშვებს და ვერც თქვენ ვერ გავუშვებთ. ამაზე ხა პირადი მჭირდება, მე ახლა ზეპირად რა გითხრათ საჯაროდ, ნახოთ რჩევა რას გვეტყვის ტაროსი. ოპა. ეხა ნახეთ რას გეტყვით რჩევა. აი, დაინახეთ მაგი ხართ. მაგი ხართ ჩემო ძვირფასებო ძალიან კარგად შეგიძლიათ თქვენს არანაკლებად იმას თუ შეუძლია მანიპულაციები თქვენს მაგრამ ყველაზე მთავარი მესმის ემოცია აღარ არის თქვენთვის ჩაიკეტეთ ისიც მის თავში არ არის განიცდის როგორც თქვენ განიცდით ისე განიცდის ის მაგრამ აი ამ შემთხვევაში ვინ რომელმა და გადადგას ნაბიჯი და რომელი უნდა გავიდეს კონტაქტზე აქ ვერ პასუხობთ იმიტომ რომ ეს არის საჯარო და მიჭირს აქ ახლა ყველაზე ვერ რეზონირდება ამიტომ ვერ გეტყვით რომ ხალი უნდა გავიდეს კონტაქტზე თუ კაცი მიხვდით ამაზე პასუხი არ მაქვს მაგრამ კარგი მანიპულატორი ხართ ამის მართვა შეგვიძლია ოღონდ კარგი კუთხით შეგვიძლია მე არ ვიძახი ხარ რამე ისეთი ადამიანს ხო მიხვდით რომ ბოდიშ და აი რაღაცა მოატყუოთ ამას გავაკეთებ თუ ესე არის არა ეგ მანიპულაციას არ გულისხმობ სხვა კუთხით მანიპულაციებს მაგრამ ყველაზე მთავარი ძალიან დიდი ვნება და ცეცხლი ძალიან დიდი ემოცია ვნება ცეცხლი რაღაცა საოცარ შეგრძნებებთან გვაქვს საქმე და რჩევაში სასარი ეს ესე მარტივად არ წავა იმპერატორი პლუს კვერთხები აქორი ტუზი რაღაცა საოცარი გაშლა არ ველოდი ოღონდ მართლა ჩემთან კონსულტაცია იმავე დღეს ან მეორე დღეს მაქსიმუმ ხდება აუცილებლად დროულად მწერთ რომ დროულად ჩაგწეროთ მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო გაშლა იყო ვისთვისაც მანიშნებელი აქვს ბევრი აუცილებლად გადმოდიხართ პირადში საოცარი გაშლა იყო აი აღფრთოვანებული ვარ მართლა ოღონდ მომეწონა მიუხედავად იმისა რომ ჯერ გაბრაზებულები ხართ ერთმანეთზე აქ ისეთი ხაი როგორი რაღაც არის იცით ერთი შეგრძნებასაც რომ წარმოიდგენთ ერთი თუნდაც თმაზე მოფერებას მისაც უკვე რომ ჟრუანტელიკივით აქ საერთოდ სხვა ემოციებზე მაქვს საუბარი ჩემო ძვირფასებო და ეს ესე მარტივად არ ყრია ეს მოდის ერთხელ ერთადერთხელ მოდის ეს ამიტომ გაშვება მარტივია ხო ის თავარია როგორ აი როგორ ახსნა როგორ ნაყოფს როგორ გავზრდით ურთიერთობის ოღონდ კიდევ უმრობა არ ვიცი ხლა ხო თქვენ რა დააშავეთ იმან რა დააშავა ხა ზეპირად მე ხო არ ვიცი შესაბამისად ეს უნდა მოვისმინო მე ჯერ სიტუაციას ვისმენ და მე რევშლი ტაროს პირად კონსულტაციაში ამიტომ არ ვიცი თქვენ გადაწყვიტეთ მოიფიქრეთ დამიკავშირდით საოცარი გაშლა იყო და წესთესზე არ უნდა დატოვოთ და ვნახოთ პირადში კი არა მე მაინტერესებს თქვენ მაგიროთ გულახდილად გეტყვით რავი ძალიან მომეწონა გაშლა მე ვფიქრობ რომ თქვენს მოგეწონებოდათ გაშლა გადმობზანდით პირადში და ვნახოთ თქვენ უნდა გახვიდეთ კონტაქტზე თუ ის როგორ მოვიქცეთ და რა გავაკეთოთ მიყვარხართ ყველა და განსაკუთრებული მოკითხვა ჩემს ემიგრანტებს ძალიან მიყვარხართ ეხლა დაგემშვიდობებით დროებით